Am გაკვეთილში ვისაუბრებთ ხელსაწყოებზე paintbrush და pencil. სანამ გაკვეთილს დავიწყებთ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და კომენტარებში თქვენი აზრის მოწერა. ან შეკითხვის, თუ გაქვთ შეკითხვა. ეხლა კი დავუბრუნდეთ გაკვეთილს. თავისუფალი ხატვის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას ილუსტრატორში წარმოადგენს ხელსაწყოები paintbrush, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, paintbrush tool და pencil, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. pencil. მოცემულ გაკვეთილში მე გაჩვენებთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი და როგორ უნდა შევქმნათ ხელით დახატული მარტივი ნამუშევრები. დავიწყოთ ახალი დოკუმენტის შექმნით. ამისათვის ან აკრიფეთ კლავიატურული კომბინაცია Ctrl-N, ან CMD-N, თუ კი Mac-ის კომპიუტერი გაქვთ, ან შედით მენიუში File და შეასრულეთ ბრძანება New. რითიც დაიწყებთ ახალი დოკუმენტის შექმნას. მე უკვე შექმნილი მაქვს. ან მისალმების ფანჯარაში დავაწყაფეთ ღილაკზე New File. რომელზეც აირჩევთ თქვენი გადასაწყვეტია. თუმცა უმჯობესი იქნება თუ კი მიეჩვევით კლავიატურულ კომბინაციასთან მუშაობას. დოკუმენტის ფორმატს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს ამ მომენტისთვის. დოკუმენტის შექმნის შემდეგ ავირჩიოთ ხელსაწყო paintbrush ან pencil. ხელსაწყოების პანელზე. მაგალითად paintbrush-ი ავიღოთ. ხელსაწყოს paintbrush არჩევა შესაძლებელია კლავიატურაზე B ღილაკზე დაჯეროთ. ხელსაწყოს pencil-ს არჩევთ კლავიატურიდან, შეგიძლიათ დააწვეთ ღილაკზე N. თუ კი ხელსაწყოებზე მივიტანთ თაღუს კურსორს, ამოტვირთებული იქნება ხელსაწყოს სახელი pencil tool. და ცხელი ღილაკი, რომელიც ააქტიურებს მას. დავიწყოთ ხელსაწყოთი paintbrush. ხელსაწყოს არჩევის შემდეგ შეგვიძლია ხატვის დაწყება, ან შეგვიძლია დავაყენოთ მონაცემები. მათ შესახებ მოგვიანებით ვისაუბროთ. ახლა უბრალოდ გაჩვენებთ, როგორ მუშაობს paintbrush-ი. ეს იგივეა, ხელში რომ გეჭიროთ ფუნჯი. თაღის კურსორი აკონტროლებს ფუნჯს. თქვენ უბრალოდ იწყებთ ფიგურის შექმნას. მოცემულ შემთხვევაში მოვხატავ G ასოს. ეს. ძალიან ადვილია რაიმეს მოხატვა, თუ კი მიეჩვევით ხელის სწრაფი მოძრაობით ხატვას. არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ ხელის ნელი მოძრაობით დახატოთ. არ დაძაბოთ ხელი და არ შეეცადოთ ფიგურის სწორი ფიგურების ხატვას. ხატვის დასრულების შემდეგ ფიგურის გზა არ გამოიყოფა, მაგრამ ეს შეგვიძლია დავაყენოთ ილუსტრატორის მონაცემებში. ავიღოთ ხელსაწყო selection, გამოყოფა, ამ შემთხვევაში გამოიყოფა, გამოვყოთ გამოსახულება და წავშალოთ. ორჯერ დავაწყაფოთ თაღის მარცხენა ღილაკით ხელსაწყოზე paintbrush. თქვენს წინაშე გახსნილი იქნება ხელსაწყოს დაყენებების ფანჯარა. რამდენიმე ხელმისაწვდომი მონაცემით. მცოცავი fidelity აკონტროლებს მანძილს, რომელზეც უნდა გადავწიოთ თაგვი ან ფუნჯი მანამ, სანამ ილუსტრატორი დაამატებს ახალ საყრდენ წერტილს გზაზე. არსით ხელით მოძრაობისას და ხელსაწყოთი paintbrush ხატვისას ილუსტრატორი ავტომატურად სვამს საყრდენ წერტილებს ყოველ 4 პიქსელში. მაგალითად, ნაწილში fidelity შეგვიძლია შევამციროთ ან გავზარდოთ ეს მანძილი. ხედავთ აქ. და აქაც ხედავთ wizens. მცოცავზე smooth შეგვიძლია გავაკონტროლოთ სირბილე, რომელსაც იყენებს ილუსტრატორი მოცემული ხელსაწყოს გამოყენებისას. თაგვით ხატვის დროს შეგვიძლია გავზარდოთ ფუნჯის სირბილე მცოცავის გადაწევით smooth-სკენ. თუ კი თქვენ ხატავთ გრაფიკულ პლანშეტზე, ეს საჭირო დაყენებაა. თუ კი გეჩვენებათ, რომ კიდეები ძალიან დაკბილულია, ანუ უხეშია, შეგიძლიათ უფრო დაარბილოთ ფუნჯი. და ამით ის უფრო ინტენსიური გახადოთ. გადმოწიოთ, გადაწიოთ, თქვენი გადასაწყვეტია როგორ გინდათ. ფანჯის ქვედა ნაწილში ასევე მოცემულია რამდენიმე მონაცემი. ბრძანება fill new brush strokes, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, ნიშნავს, რომ ახალი დახატული გზით ავტომატურად ხდება ფერის ჩასხვის ასოცირება. ჩამოტება ფერის. უმეტეს შემთხვევაში ეს ფუნქცია არ დაგჭირდებათ. თუ კი რა თქმა უნდა, თქვენ არ ხატავთ დახურულ გზას. დახურულ გზაში თქვათ გულისხმობთ წრეს ან მართკუთხედს, როდესაც ხატავთ. ანუ როდესაც დახურულია ყველა მხრიდან ობიექტი. უბრალოდ გარშემოწირულობის ხატვისას ფერის ჩასხმა არ არის საჭირო.
ფუნქცია keep selected, რომელიც აქ ჩართულ მდგომარეობაში იმყოფება, გამოყოფს გამოსახულებას იმის შემდეგ, რაც თქვენ დახატავთ მას. ამ ფუნქციას ჩავთავ და ჩართულიც უნდა გქონდეთ. შეგიძლიათ ჩართოთ ან გამორთოთ ფუნქცია edit selected pass, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, მე ჩართული მაქვს, რომელიც განსაზღვრავს შეგიძლიათ თუ არა შეცვალოთ არსებული გზა paint brush-ის მეშვეობით. ეს ნიშნავს, რომ თუ კი თქვენ უკვე გაქვთ გზა ეკრანზე, ანუ ეს ხაზი წერტილებით, საყრდენი წერტილებით, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელსაწყო paint brush და დაამატოთ მას ნიღბები მაგალითად. ბოლოს სლაიდერი within, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, აღნიშნავს, რამდენად შორს უნდა იმყოფებოდეთ გზიდან, იმისაც რომ ილუსტრატორმა საშუალება მოგვცეთ მას დაამატოთ. მიუთითებად დაყენებულია 12 პიქსელი. რას ნიშნავს ეს? დავხატე რაღაცა ობიექტი და დახატულიდან რამდენად შორს უნდა მქონდეს კურსორი, ფუნჯი ასე რომ ვთქვათ, რომ დავამატო მას არსებულ ობიექტს ახალი ობიექტი. აი ამას განსაზღვრავს, რამდენი პიქსელი შორს უნდა ვიყო. შეგიძლიათ ოდნავ შეამციროთ მანძილი, უფრო მეტი სიზუსტისთვის, ან გაზარდოთ, უფრო თავისუფლად იყოს. დაყენებების ფანჯრის გასანულებლად შეგიძლიათ დავაწყაპოთ ღილაკზე reset, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და დაბრუნდება სტანდარტულ დაყენებებზე. ღილაკზე OK დაწყაპებით, თქვენ ადასტურებთ ცვლილებებს. ხელსაწყოთი paint brush ხატვისას შეგიძლია ბევრი რამ შექმნათ. თავისუფალი ფორმის გზები. თუ კი დააკვირდებით, ისინი გამოყოფილია, როგორც კი დავასრულებ ხატვას. მაგალითად ავიღოთ ესეთი რაღაც. ხა ნელა დავხატე და არ გამოვიდა, თავისთავად არ უნდა შეეცადოთ ნელა ხატვით, სწრაფად უნდა გააკეთოთ, რაისი გაკეთებაც გინდათ. იგივე ვთქვათ, წრე რომ ავიღოთ, ხო? არ გამოვა იდეალური, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ესეთი მართკუთხა ფორმის რაღაცა დახატოთ, არ გამოვა იდეალური, მაგრამ ყოველთვის შემიძლია მას დაუხატოთ ამატებით რაღაც დეტალი, ვთქვათ და მივავა მასზე. ასეთი დამატებები შეგვიძლია. თავისუფალი ფორმის გზების დამატებით ჩვენ შეგვიძლია დავხატოთ დახურულს. ხელსაწყოთი paint brush ხატვისას ვაწვევი ღილაკზე alt ან option, რის შემდეგაც გამოსახული იქნება წრე. ხედავთ. წრის ფორმას. წრის ხატვისას მე მზად ვარ გზის დასასრულებლად. ანუ, მაგალითად, დავაწექი, მოვხატე და როდესაც დავასრულებ ხატვას, ავუშვებ ფუნტს. მაგალითად, ავიღოთ აი ესეთი რაღაცა, მოვხატეთ და ავუშვებთ. ილუსტრატორი დაასრულებს ავტომატურად გზას. ღილაკზე alt ან option არ არის საჭირო ხატვის დასაწყისშივე თითის დაჭერა. დაიწყეთ ხატვა, ამის შემდეგ დააწექით alt-ს და მხოლოდ შემდეგ აუშვით და შეხედეთ დახურა გზა. ესეთი რაღაცა შეგვიძლია გავაკეთოთ. თუ კი თქვათ ახალი ილუსტრატორი გიყენებთ. ძველ ილუსტრატორში პირდაპირ შეგვიძლია ჯერ დავწოვოთ alt-ს და მე დაგვეხატა და ის დაიხატებოდა, მაგრამ ახალ ილუსტრატორში დავიწყებ ხატვას და მხოლოდ ამის შემდეგ დავაწვევი alt-ს და გზა დაიხურება ჩვეულებრივად. აუშვებთ ხატვის შემდეგ თავის მარცხენა ღილაკზე თითს და ილუსტრატორი თვითონ დაასრულებს გზას. ილუსტრატორი ჩემს მაგალითად დაასრულებს ფიგურის ხატვას და დახურავს მას. თუ კი არ დავაწვევით ღილაკზე alt ან option, დახურული გზის დახატვა ძალიან რთულია. ასეთ შემთხვევაში მომწევს ფუნქციების join ან average გამოყენება. რას გულისხმობთ? თუ კი მე alt-ის გარეშე დავიწყებ რაღაცის ხატვას, ძალიან რთულია, აი აქ მიხვიდეთ ზუსტად და გზა დახუროთ. და თუ კი გავადიდეთ, დავინახავთ, რომ აი აქ გზა დახურული ამ დროს არ არის. ხედავთ ხო კბილს აქ. და რეალურად რომ მოვუკიდოთ ახლა აი ამას ხელი ამ დეტალს, ეს დეტალი დავინახავთ, რომ დახურული არ არის. ღია. ხოლო, როდესაც ვხატავ და ხატვის პროცესში ვაწვევი alt-ს, ავიღოთ ისე paint brush, დავიწყე ხატვა, დავაწექი alt და ილუსტრატორი თვითონ დახურა ილუსტრატორმა ეს გზა. ანუ აღარანაირი ღია გზა აღარ არსებობს. აი ეს არის alt-ის ფუნქცია.
ახლა კი ავიღოთ ხელსაწყო pencil, ეს ყველაფერი დავშალოთ, ავიღოთ pencil-ი. და გავმიხილოთ ის. pencil-საც გააჩნია მონაცემები. დავაწყაპოთ ორჯერ pencil-ის ხილაკზე. მარცხენა თაღის ხილაკით და მონაცემების ფანჯრის გასახსნელად. სულ თავში განლაგებულია smooth-ის ცოცავი, რომელიც უკვე პრინციპში ახსენებს, რასაც წარმოადგენს. Fidelity აკონტროლებს თაღის დაცილებას საყრდენი წერტილის ჩასმამდე. გაითვალისწინეთ, რომ Fidelity, როგორც ჩემ შემთხვევაში, ახალ ვერსიებში, ილუსტრატორის ახალ ვერსიებში აღარ არის წარმოდგენილი. თუმცა ვისაც ველი ვერსია გაქვთ 2019-2018 წლის, იქ Fidelity იქნება. Smooth დაყენება ძალიან მნიშვნელოვანია ხელსაწყოთვის pencil, რადგან ეს ფანქარია. ის ძალიან მახვილია და მისი მეშვეობით ძნელია რბილი ხაზის ხატვა. შეგიძლიათ გაზარდოთ ეს ცოცავი, თუ კი თქვენ ბევრ ხაზს ხატავთ, სწორ ხაზს. მონაცემი filming pencil strokes, რომელიც აი აქ არის წარმოდგენილი, ნიშნავს, რომ თქვენ ავატებთ ფერის ჩასხმას ხატვის დაწყებისას ამ ხელსაწყოთი. ფუნქცია keep selected, რომელიც ჩართულ მდგომარეობაში მაქვს მე პირადად. ეს ფუნქცია შეგვიძლია ჩართული დავტოვოთ და გამოტოვე გადაახდი გამოტოვე გამოყოფილს. დატოვე გამოყოფილი უბრალოდ სწორად ასე იქნება, დატოვე გამოყოფილი ჩემს მიერ დახატული. Edit selected path ნიშნავს, რომ თუ კი თქვენ უკვე გაქვთ გზების სამუშაო ფურცელზე, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ გარშემოწირულობა ფანქრით და სლაიდერის within მეშვეობით, რომელიც აი აქ არის წარმოდგენილი, მიუთითოთ თუ რამდენად ახლოს გზასთან შეგვიძლია ვიყოთ მის დამატებამდე. ფუნქცია close path when ends are within, რომელიც აი აქ მაქვს ჩართული, განსაზღვრავს რამდენად ახლოს უნდა ვიყოთ გზის საწყის წერტილთან, რომ ილუსტრატორმა ავტომატურად დახუროს გზა დახურული ფიგურების ხატვისას. ფუნქცია option toggles, რომელიც ახალ ვერსიებში არ არის და ქვია alt key toggles მოსტული, ესეთი ფუნქცია არის აქ წარმოდგენილი, ახორციელებს ღილაკით option ფანქრის დარბილების გადართვას. ეს ფუნქცია ძალიან იშვიათად გამოგადგებათ. ღილაკი reset და ღილაკი OK უკვე ვიცით რასაც წარმოადგენენ. ხელსაწყოთი pencil შეგვიძლია დავხატოთ ლამაზი ზიგზაგური გზები. ეს ხელის გაწაფხვაზია უკვე დამოკიდებული და შეგვიძლია დავხატოთ გახრილი ხაზები. თქვენ რადიკალურ განსხვავებას დაინახავთ თუ კი დააყენებთ გაზრდით smooth. ასე გზა უფრო მარტივდება და უფრო რბილი ხდება. გარდა ამისა, მე ნაკლებს ეასახდენ წერტილს და შესაბამისად מחვილ კუთხეს ვღებულობ ხატვის პროცესში, თუ კი smooth-ი გაზრდილი მაქვს. აი აქ ამ დაყენებაზეა საუბარი. მაგალითად გავზრდი, okay. და თქვა და ესეთ რაღაცას და რომ გავადიდოთ ეხა ეს და ვინახავთ რამდენად რბილი ხაზი გვაქვს, ხო, მიღებული, ნაკლებად არის დაკბილული. თუ კი დავაკლებთ, რა თქმა უნდა, smooth თუ დავწევთ, უფრო სხვა შედეგს მივიღებთ, მაგალითად დავწიოთ ეხლა smooth. ხედავთ, რამდენად დიდი განსხვავებაა. ეს არ არის უკვე ხელზე დამოკიდებული. ხედავთ, რამდენად განსხვავებულია უკვე ეს ყველაფერი. ანუ გაცილებით უფრო უხეში ხაზი გამოდის ხატვის დროს. ხელსაწყოთი pencil ან brush ხატვისას თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ღია ან დახურული გზები. ამისათვის თქვენ დააწვეთ ღილაკზე alt ან option ხატვის დასასრულს. იმისათვის რომ გზამ იცოდეს სად უნდა დაიხუროს, უნდა დაიხუროს თუ არა საერთოდ. თაგვით ხატვა ცოტა რთულია დამწყები დიზაინერებისთვის, განსაკუთრებით თუ მყარი ხელი არ გაქვთ. ამიტომ უმჯობესია იპოვოთ ხატვის მოწყობილობა, ხატვის პლანშეტი, თუ კი თქვენ ხატავთ თავისუფლად ფანქრით.